მოგესალმებათ საფინალო მაგიდა. რატო? გაგიმარჯოთ ყველთან. კი ბატონო. აი ხალხო, მაგარი აფერისტები ხართ, აი ის ორი განსაკუთრებით. ყველას მოგმართავთ, ძალიან ყურადღებით უყუროთ თამაშს და სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. გაფრთხილებები ციცილზე ვერ დავარიგებ, თუმცა ხუთმომეს ერთი გაფრთხილება უნდა მივიცოთ, რადგან ის კითხვა ეთიკური არის. ესეთი სახალისო ნიღბების ღამე თუ ყოფილა აქამდე. გამიჩნდა საფუძვლიანი ეჭვი. ეს არის სივრცე, რომელიც გითხრევს. ტელემაყურებლებო მოგესალმებათ საფინალო მაგიდა. სოციალურ დედუქციური ყველაზე რეიტინგული სამაგიდო თამაში ნიღბების ღამე. ეს განსაკუთრებული დღეა, რადგან მეორე სეზონის ფინალი გვაქვს და რა თქმა უნდა ყველას ძალიან გვაინტერესებს თუ რა მოხდება ამ მაგიდაზე. მაშასე დღევანდელი ჩვენი მაგიდის წევრები იქნებიან მხოლოდ საუკეთესო მოთამაშეები. ანუ ეს ადამიანები, როცა თქვენ ნახეთ მაყურებელს მიმართავ, თამაში სწორედ იმ მაგიდიდან გადმოსული საუკეთესო მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული დღევანდელი თამაში. მაშასე მაყურებელს მიესალმებ ნომერი პირველი მირზა მოდებაძე. მოგესალმებით. ძალიან მიხარია რომ დღევანდელი თამაშის მონაწილე ვარ. ვფიქრობ რომ საინტერესო თამაში იქნება, თითოეულ თქვენგანს, თითოეულ მონაწილეს უსურვებ საინტერესო თამაშს. შევეცდები რომ ამ თამაში ჩემი წვლილი შევიტანო და პატიოსანმა მოქალაქეებმა ეს თამაში მოვიგოთ. მადლობა. ნომერი 2 გელადონაძე. მოგესალმებით. რა თქმა უნდა ვეთანხმები მიზეს მიხარია რომ ამ თამაშის მონაწილე ვარ, მართლაც რომ საინტერესო თამაში გველისი. წარმატებებს უსურვებ პატიოსან მოქალაქეებს და ზუსტად ვიცი რომ პატიოსანი მოქალაქეები გავიმარჯვებთ. მადლობა. ნომერი 3 ლალი ტოტიკაშვილი. მოგესალმებით. ძალიან მიხარია მართლაც რომ ჩემთვის საყვარელ ხალხთან ერთად მიწევს დღეს ამ ფინალურ მაგიდასთან თამაში. მადლობა. ნომერი 4 თამარ ურუშაძე. მოგესალმებით. მიხარია რომ მეორედ ვარ უკვე ამ თამაში. ეს არის სივრცე, რომელიც გითხრევს. თამაში, რომელიც თვისობრივად თავისი შინაარსით არის ექსტრემალური, იქ სადაც ტყუილი არის ლეგიტიმური, მაგრამ სიმართლეს სჭირდება უფრო მეტი ხელოვნება, მეტი ოსტატობა, ვიდრე დახვეწილ ტყუილს. აქ თავარი ლოგიკაა, ნახოთ, ვინ აღმოჩნდება საკუთარ ნიღაბზე უფრო ძლიერი. მადლობა. ნომერი 5 ნიკა გოგვაძე. მოგესალმებით, ძალიან მიხარია საფინალო მაგიდაზე, ესეთი კარგ ხალხს რომ უყურებ, გოგონებს წარმატება. ვაჟბატონებო წარმატება, ყველაფერი კარგად იქნება, პატიოსნება ყოველთვის იმარჯვებს. მადლობა. ნომერი 6 ზურა ნიჟარაძე. გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას. ძალიან საინტერესო თამაშია და მგონია რომ ბევრ ადამიანს ვისრობ, მეგობრობ აქ და კარგი თამაში უნდა იყოს. მადლობა. ნომერი 7 დიასა. მოგესალმებით. კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებთ ყველას. მიხარია რომ საფინალო მაგიდაზე ვარ და მოვიგოთ რა პატიოსნება. მიხარია ძალიან. წარმატებები. მადლობა. ნომერი 8 ზურა გორგაძე. მოგესალმებით, ვირტუოზო მათყუარებო. ძალიან მიხარია რომ ვარ საფინალო მაგიდაზე და ეს გარკვეულწილად არის აღიარება რომ ხარ საუკეთესო მოთამაშე სეზონის, მაგრამ მეორე მხრივ არის ცოტა უხერხულობა, იმიტომ რომ დეკლარირებულ მატყუარად გაღიარეს ამავდროულად. მე ბედნიერი ვარ დღეს რომ ვარ პატიოსანი მოქალაქე, ვიქნები უფრო მშვიდი და უფრო დაკვირვებული, უფრო ლოგიკური და ჩემი მღელვარებაც სადღაც გაიფანტება და ვიქნები კონცენტრირებული იმაზე აღმოვაჩინო პირველ რიგში პატიოსანი მოქალაქეები, რადგან შემდეგ გავაგრძელოთ თამაში ერთობლივად. მადლობა. ნომერი 9 ნიკა არაბიძე. სალამი ყველას, რა თქმა უნდა, მოთამაშეებს, ჩვენს ტელემაყურებელს. მადლობა ორგანიზატორებს, რომ კიდევ ერთხელ მომიწია ამ გადაცემაში მოსვლა და მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ამ ადამიანებმა თითოეულმა თავის მაგიდაზე უკვე მიაღწია წარმატებას და კიდევ უფრო
რთულია აი ამ საზოგადოებაში თამაში, რაც კიდევ უფრო მეტ ინტრიგას ძენს დღევანდელ ჩვენს თამაშს. ასე რომ, რა ვიცი, ვეცდებით რომ პატიოსნებამ გაიმარჯვოს. დიდი მადლობა. მისალმების წრე ასე დასრულდა. ახლა თქვენს და მაყურებელს უნდა გითხრათ რა თამაშთ. რომ მაგიდაზე ახლა არის 2 გუნდი. 7 პატიოსანი მოქალაქე, 2 ნიღბოსანი. პატიოსნები ცდილობენ რომ ნიღბოსნებს დაატოვებინონ თამაში და ნიღბოსნები თავისუფლად ცდილობენ რომ ბოლომდე გავიდნენ. ბოლოს თუ ასე მოხდება და 2-2-ზე თუ დარჩებიან, 2 ნიღბოსანი, 2 პატიოსანი მოქალაქე ამ შემთხვევაში მოიგებენ ნიღბოსნები, 1 ნიღბოსანი, 1 პატიოსანი მოქალაქე ამ შემთხვევაში მოიგებენ ნიღბოსნები, ხოლო სხვა ყველა შემთხვევაში, ანუ იმ შემთხვევაში, რომ ორივე ნიღბოსანი დატოვებს თამაშს მოიგებენ პატიოსანი მოქალაქეები. სამაჯურები, რომელიც გიკეთიათ, ჩვენ გვაძლევს თქვენი გულისცემის ვიზუალიზაციას, ანუ მაყურებელი ხედავს, როგორ გიცემთ გული. გამარჯვებულ გუნდს ულევსგან გადაეცემა საჩუქრები. და ყველა თქვენგანს გადმოგეცემათ საჩუქრები ზაქარასგან, ქართული ხილისგან დამზადებული სიდრი, ნატურალური ცქრიალა სასმელი. ზაქარას მიირთმევენ როგორც ნიღბოსნები, ასევე პატიოსანი მოქალაქეები. მაშასე ისედაც ბევრი ვისაუბრე, ახლა მოგეცემათ თავისუფალი 90 წამი და შეგიძლიათ გავხსნათ თამაში, ეს არის თავისუფალი დრო, სადაც ყველა შეგიძლიათ რომ ისაუბროთ. 90 წამი დრო ჩაირთო. ხსნე თამაში. აბა დავით. პლანომერმა რომ დაიწყო რომ ესე იგი პროფესიონალი მატყუარები ხართო, ამასთან დაკავშირებით მინდა პატარა ხაზგასმა გავაკეთო. ჩემი მონაწილეობა წინა თამაშში იყო და ვიყავ პატიოსანი მოქალაქე. 2-2 ადამიანი დავასახელე და 60 წამი როდესაც მქონდა რომ მე თქვა თუ რატომ ვასახელებ ამა თუ იმ ადამიანს, 60 წამიც არ გამომიყენებია და ორივე აღმოჩნდა ნიღბოსანი. აქედან გამომდინარე მე პროფესიონალური მატყუარის სტატუსში ვერ მივიღებ პროფესიონალური პატიოსანი მოქალაქე ხარ. ხო, პატიოსანი. მე მგონია რომ თქვენ ხართ გელა კაკულია. არ ვიცი რა ჩემო ძვირფასი არ მოთამაშეებს გულისხმობდი ამაში რეალურად, იმიტომ რომ აქ თავარი ოსტატობა მდგომარეობს ტყუილში. რა უნდა მეთქო ჩემო შესაძლებელი. მაინც გინდა არ გინდა და მაგ შესავალი დაძაბე ხო უკვე. რა თქმა უნდა. ძალიან ესეთი. არა, რო გაიგო სტატუსი ვინ იყო, ძალიან ესე შემოვიდა. თქვენ პროფესიონალებო, მატყუარებო. ნუ აქ მაინც თავარი არის ხოლმე როგორც წესი ტყუილი და ტყუილი იმარჯვებს ხოლმე როგორც წესი და ამაზე მქონდა აქცენტირება. ახლა წარმოდგენა არ მაქვს რა ვთქვა ამ თავისუფალ წამში ერთადერთი გაგვირდებით ყველა სახეებზე და ვერაფერს ასე ვხედავ. ასე არაფრის მთქმელი სახეები ჯერდება. ხარ ვიცი, აქ რაღაცა გერი და თვალი აგითამაშე. ცოტა რთული არის რა, რაღაცა ლოგიკას რო ჩაებღავ. დრო ამოიწურა. პირველი წრე გაცნობის წრე, ასე დავარქვით, პირველი ნომრის 60 წამი დრო ჩაირთო. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მე ერთ რამეს მინდა ხაზი გაუსვა, რომ შევეცადოთ პატიოსანმა მოქალაქეებმა ერთმანეთი ვიცნოთ. რა თქმა უნდა, სახეზე არავის არაფერი არ ეტყობა ჩემი დაკვირვებით, მაგრამ დამკვირვებლის როლში ვიქნები თამაშის დასაწყისში და შესაბამის რამე ნიშანს თუ აღმოვაჩენ, შემდეგ დავაფიქსირებ ჩემას. წარმატებებს გისურვებთ, საინტერესო თამაში გველის და თითოეულ თქვენგანს წარმატებები. პატიოსნები ვიგებთ. მადლობა. 2 ნომრის 60 წამი. კიდევ ერთხელ წარმატებებს უსურვებ 7-ვე პატიოსან მოქალაქეს, როგორც აღვნიშნე, წინა თამაშიდან გადმოსული როგორც პატიოსანი მოქალაქე და ორივე ნიღბოსანი გამოვიცანი, ორივე ჯერზე. ესე რომ ვთქვათ, უსურვებ ჩემ თავს და ჩემთან ერთად დარჩენილ 6 პატიოსან მოქალაქეს წარმატებას და პატიოსნად გავიმარჯვოთ ნიღბოსნებზე და საინტერესო თამაში ვაჩვენოთ ჩვენ ტელემაყურებელს, რაც ყველაზე მთავარია. დიდი მადლობა. მადლობა. 3 ნომრის 60 წამი. სწორედ აღნიშნა 9 ნომერმა. ძალიან რთულია ახლა მართლა ერთ შეხედვით სახეებით მეც ვერაფერს ვერ ვატყობ ნამდვილად და ანუ ალბათ ეს პირველი წრე არის და არ შემიძლია ნამდვილად არავის დასახელება. მე უბრალოდ ვიტყვი რომ რაღაცნაირად მგონია რომ დღეს იქნება ძალიან დაძაბული და თან ძალიან მხიარული თამაში. რაღაცა ასე მიგზნობს გული. დამსწრე საზოგადო მოთამაშეებიდან გამომდინარე. მადლობა. 4 ნომრის 60 წამს უნდა მოусმინოთ. მე წინა გამოცდილებიდან გამომდინარე ჩემს ვარაუდებზე ჯერ არ ვისაუბრებ, სანამ არ მქნება კონკრეტული ფაქტები და თქვათ ლოგიკური არგუმენტები, თუმცა გარკვეული
აზრი მიტრიალებს თავში ორ კონკრეტულ ნომერთან დაკავშირებით, მაგრამ ჯერ არ დავასახელებ, იმიტომ რომ წინაზე ცოტა ვიჩქარე, ერთი გამართლა და მეორე არა, ამიტომ დაკვირვების რეჟიმში ვარ, როგორც პატიოსანი მოქალაქე. 5 ნომრის 63. მესამე თვარ ამ შოუში, ამ გადაცემაში ძალიან მიხარია და ძალიან მიხარია, რომ ყოველთვის როგორი ჩემი ცხოვრების სტილიც არის, ისე მოვედი აქ, ისე ვიქნები და დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე, სიკეთე და სიყვარული გაიმარჯვებს. წარმატებები მოკლედ. 6 ნომრის 60. ძალიან საინტერესო ეს ამბავი რა. ძალიან კარგია. თითქმის ყველას ვიცნობ. უბრალოდ ჩემთვის რთული ის არის, რომ პირველ რაღაცაში რა, რაც ქვია, პირველი რაუნდი თუ რაღაცა, აქ რაღაცა ამოიჩნო, იმიტომ რომ არაფერი არგუმენტი არ აქვს. და ტყუილა ახლა ვიღაცას უნდა უთხრა, რომ მოშორდი აქედან და გავუშვა და. რა ვიცი რა, მე მგონია, რომ შემდეგ ეტაპებზე უფრო რაღაცა იქნება რა. მე ასე მგონია ყოველ შემთხვევაში. გაუმარჯოს პატიოსნებას, გაუმარჯოს სიკეთეს და გაუმარჯოს სიმართლეს. ავგითხატა. მადლობა. 7 ნომრის 60. კიდევ მოგესალმებით. მესამედ ვარ უკვე ესე გამოდის და მიხარია რომ არა, ანუ აქ არიან კიდე მოთამაშე, რომელიც მესამედ იყვნენ არიან კიდე ესე იგი. მინდა წარმატება გისურვოთ ყველას. რა თქმა უნდა, წარმატებას არ უსურებ მაფიოზებს, რა თქმა უნდა, არა, ნიღბოსნებს, ბოდიშით ნიღბოსნებს და რა ვიცი, პატიოსანი მოქალაქე ვარ, თქვენთან ვარ და მოვიგოთ. მადლობა. 8 ნომრის 60. აი მოდი და ეხა შემედავე იმ სიტყვებში, რაც მე დასაწყისში თქვი, ისეთი გულწრფელობით ყველამ ჩამოარიკრიკა, რომ ჩემო პატიოსანო მოქალაქეებო, ჩვენ ვიგებთ და რაღაცა. აი ხალხო, მაგარი აფერისტები ხართ, აი ის ორი განსაკუთრებით და აი მთელი მართლა, მთელი სულით და გულით შევეცდები და მადლობა, არ ვიცი, მადლობა, რომ დღეს ვარ პატიოსანი მოქალაქე და რაღაცნაირად პირველად ორჯერ ვითამაშე მანამდე ეს თამაში, მესამე ვთამაშობ, ორივეჯერ ვიყავი ნიღბოსანი და აი აქ მოვკვდი ნერვიულობით და დღეს მართლა თავიდან ბოლომდე ვკონცენტრირდები იმაზე, რომ რაღაცნაირად გიცნოთ პატიოსნები და შევეცადო, რომ ნიღბოსნებს რაღაცებით ჩავავლო. რაღაც პატარ-პატარა ვარაუდები მაქვს გადაჭარბებულ დასკვნებთან და რაღაც პირველ სიტყვებთან დაკავშირებით და მე ნელ-ნელა ამ ყველაფერს გამოვავლენ, თუ ეს ყველაფერი გამყარდა გზადაგზა. ნახოთ. მადლობა. 9 ნომრის 60. მოკლედ, ჩემ წინანდელ საუბარს გავაგრძელებ, რაც ვერ მოვასწარი მე თქვა. ანუ აქ ძალიან მყარ ლოგიკას ალბათ ვერავინმე ჩაეჭიდება, რომ გინდა თუ არა ესა და ეს ადამიანი. პირველი წერე თითქმის ყოველთვის ასეა, რომ რაღაცნაირად არანაირი ლოგიკის დაქვემდებარების ქვეშ არ არის ის ადამიანი, რომელიც პირველი უნდა გავარდეს თუ დატოვოს თამაში, ასე რომ მეც მაქვს რაღაც ჩემი მოსაზრები ეს ინტუიციურად უფრო ვიდრე რაღაცა ლოგიკით, მაგრამ რა ვიცი, დაველოდები მეც შემდეგ წრეს და იქ უკვე უფრო მყარად მოგახსენებ ჩემს არგუმენტს გაუმარჯოს პატიოსნებას. მადლობა. ასე ამოიწურა გაცნობის წრემ. კი ბატონო, ეხლა დგება ის მომენტი, როცა უნდა დაღამდეს. მას ასე ბნელდება სტუდიაში, ყველა ვიფარებთ ნიღაბს და ნიღბოსნები ემზადებიან. ყველა ძალიან კარგად იფარებს ნიღაბს და მაქსიმალურად ფრთხილად და მაქსიმალურად ჩუმად. მხოლოდ ის ორი ნიღბოსანი იხსნის ნიღაბს და ეცნობა ერთმანეთს, მათ ეხლა ერთმანეთი უნდა გაიცნონ. მხოლოდ ნიღბოსნები იხსნიან ნიღაბს და ეცნობიან ერთმანეთს. უნდა გაიცნონ ერთმანეთი, როცა გაიცნობენ ერთმანეთს, შემდეგ უნდა გვანიშნონ თუ რომელ მოთამაშეს დაატოვებინებენ თამაშს. მას ასე გადაწყვეტილება როგორც ჩანს მიღებულია, ყველაფერი გასაგებია. რამოდენიმე წამში მაგიდის წევრებთან ერთად მაყურებელიც გაიგებს თუ ვინ დატოვა თამაში. ნათლება სტუდიაში ყველა ვიხსნის ნიღაბს. მას ასე მაგიდას ტოვებს ნომერი 7 ნომრის 30 წამი ბოლო სიტყვა.
ეგ ვიცოდი, რა თქმა უნდა, ვიცოდი და ორზე მაქვს მე ეს, ვიზეც ვფიქრობ, ეს არის 6 ნომერი და ვფიქრობ, რომ 9 ნომერი, იმიტომ რომ ერთმანეთს ისე აკვირდებოდნენ, რომ არ ვიცი და აი ორივე მე მიყურებდა და ვფიქრობ, რომ ეს ორი ნომერი არის ნიღბოსანი. აი დარწმუნებული მე ესე ვფიქრობ, არ ვიცი რა და ვიცოდი რომ პირველი დავტოვებდი. წარმატებები. მადლობა. მე მშვიდობებით 7 ნომერს გავაცილოთ 7 ნომერი თუ შეიძლება. რა თქმა უნდა ჩვენ ვაგრძელებთ თამაში გრძელდება 90, საერთო 90 წამით, სადაც გექნებათ საშუალება, რომ ყველამ ერთად ისაუბროთ, რა თქმა უნდა. 90 წამი თავისუფალი დრო ჩაირთო. ესე იგი, რამდენჯერაც მინახავს და რამდენჯერაც ვიყავი თამაში, პირობით და ძალიან ისეთ რაღაცას ვამბობ. აი, პირველი ნომერი თუ იყო ნიღბოსანი, პირდაპირ 9 ნომერი იყო გაშვებული პირველივე ჯერზე. აი, არ ვიცი რატომ, ორი მიზეზი მაქვს. ერთი რომ ლალის პირდაპირ არის 7 ნომერი და ლალი მგონია უბრალოდ მაგ პრინციპი და მეორე ის მომენტი მაქვს რომ ყველას წარმატებას გისურვებთ. ჩვენ პატიოსანი მოქალაქეები ნიღბოსნებს წარმატებას არ უსურვებენ. მე მგონია ლალი. საიდან გამომდინარე მოხდა? აი პირდაპირ გამომდინარე. რაღაცა გონია რომ პირდაპირ ორივე მაკვირდებოდნენ მეორე. არ არის ეხა ეს გამყარებული. მე მაგალითად არა, ნამდვილად არ არის არგუმენტი. როგორ არ არის? ამ კაცს რო დაუჯერე. ყველას ნათქვამი არგუმენტია. მე არ მომეწონა შენი მინი. არა, დაუჯე ეგრე არ არის ესევე. გონია რომ ყველა ჯერზე პირდაპირ და აკვირდებოდნენ ესე ყველა ერთმანეთს ვაკვირდებით. აქ ეს ჩემთვის არგუმენტი არ არის. ერთადერთი ხელჩასაჭირი რაღაცა არგუმენტი მაქვს. როდესაც თქვა წამყვანმა რომ გაათენდა ყველა მოიხსნა ლიღაბი და ლალი იყო სულ ბოლო რომელმაც აი ესე წამოიღო რაღაცა ძალიან სრული არ ვიცი შეიძლება ესე ამოიწურა დრო მაგრამ ლალი მგონია ორი ნომრის ერთი გაფრთხილება სამი ნომერი მგონია მაშასე ეხლა იწყება წრე სადაც შეგიძლიათ რომ ერთმანეთი დაასახელოთ კანდიდატები ორ ნომერს ორი ნომრის 60 წამი მე აღნიშნე რომ პრაქტიკიდან გამომდინარე წინჯდომი ყველა ჯერზე იყო გაშვებული და ესეთი არ ვიცი ეს დაემთხვა ასე იყოთ როგორ იყო ძალიან მენიშნა 8 ნომერის ზუსტად ის გამყარება იმ არგუმენტის იმიტომ რომ გვერდით მიზის და მე ესე ნიღბის ნელა მოხსნასაც ვერ დავინახავდი და რატომღაც მაგ კუთხით კიდე დავამატებ ერთ კიდე ჩემ პოზიციას რომ თავშივე სიტყვა როდესაც ლალიმ წარმოსთქვა იქ იყო ნათქვამი რომ ყველას წარმატებებს ჩვენ არ უსურვებთ პატიოსანი მოქალაქეები მხოლოდ პატიოსან მოქალაქეებს უსურვებთ წარმატებას ჩავეტიე 40 წამში და ყველას ნათქვამი სიტყვა დღეს მოცეთ პატივი და ყველას არგუმენტია და თავისი პოზიცია გააჩნია ყველას და თქვენთვის თუ არგუმენტი არ არის ამიტომ ეს არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ არ ვთვლით რომ თქვენ მიგვაჩნიხართ ნიღბოსანი დიდი მადლობა 3 ნომერს ერთი გაფრთხილება აქვს 6 ნომერსაც და ერთი გაფრთხილება აქვს 2 ნომერს 3 ნომრის 60 წამი არგუმენტი არ არის და რატომ არ არის ახლავე ავხსნი აი აქ მჯდომი მაგიდასთან უმეტესობა მიცნობს ძალიან ახლოს და ყველა მიცის ჩემი ხასიათი მოდი აქედან დავიწყოთ და ის რომ დღეს თამაშია იმას არ ნიშნავს რომ წარმატება არ მესურვა ყველასთვის იმიტომ რომ ყველაზე ხარ ჩემთვის ძალიან საყვარელი ხალხი ეს არის ჩემი ხასიათი ვინც კარგად მიცნობს იმან იცის უფრო სწორად მეორე იყო არ ვიცი ხა ორი ნომრის თამაშის დროს როგორ ხდებოდა მაგრამ მე როდესაც ვითამაშე არ იყო ასე პირდაპირ ანუ აი რა ლოგიკა იყო ეგ რომ მაინც და მაინც პირდაპირ ანუ ამაში არ არის ლოგიკა, არც არგუმენტი არ არის, იმიტომ რომ ჩემი თამაშის დროს სხვანაირად აგდებდნენ ნიღბოსნები, არა პირდაპირ. თავის დასაცავად, ჩემი კანდიდატურა მე წინა ჯერზე ვთქვი, რომ არ მაქვს ჯერჯერობით, თუმცა აი ახლა გამიჩნდა საფუძვლიანი ეჭვი 2 ნომერზე, იმიტომ რომ მართლა არ ვაპირებდი და არ ვიცი ხოლმე დასახელება პირველ 2 წრეზე ამოიწურა შეიძლება დავასრულო. პირველ 2 წრეზე მე არც ერთ თამაშზე არ ვასახელებ ხოლმე, იმიტომ რომ რაღაცა ვფიქრობ, ერთადერთი აი ახლა ისეთი ეჭვი გამიჩნდა 2 ნომრის მიმართ, რომ ძალიან ცუდად თქვა ჩემზე და აი ეს არ ვიცი.
ორი გაფრთხილება ამ თქვენ არა არა საბუთიშო თქვენი უფლება გაფრთხილებების გამოყენება ორმა ნომერმა დაასახელა სამი ნომერის სამმა ნომერმა დაასახელა ორი ნომერი შესაბამისად მაგითაც ყავს ორი დასახელებული კანდიდატი აქვე მაინც ვიტყვი რომ 7 ნომერი იყო პატიოსანი მოქალაქე ალბათ ეს ყველასთვის ცნობილია ისედაც მაინც თქვი და 4 ნომერს უსმენთ 4 ნომრის 60 წამი მე ისევ დაკვირვების პროცესში ვარ, მაგრამ მაქვს ჩემი ეჭვი, ვერ დავარქვევ რომ ეს არის რკინის არგუმენტი, რასაც ახლა მოვიყვან, თუმცა ერთ-ერთ ნომერთან დაკავშირებით მე შემექმნა შთაბეჭდილება მისი მისალმების ტექსტიდან და გზავნილებიდან გამომდინარე, რომელიც გააჟღერა, თუ გავითვალისწინებთ მის პროფესიას, ის იყო ძალიან მშვიდი, ბუნებრივი, დამაჯერებელი, ანუ კარგად ითამაშა და ასევე მისგან წამოვიდა ყურადღების გადატანის მცდელობა ერთგვარად. აი ეს ორი მცირე არგუმენტი მიმყარებს ეჭვს, რომ დღეს ნიღბიანი ერთ-ერთი არის 6 ნომერი. 6 ნომრის კანდიდატურა მივიღო. დიახ. მიღებულია 6 ნომრის კანდიდატურა. მადლობა. 5 ნომრის 60 წამი. აქ ისეთი კლასის მოთამაშეები ვხედავთ. თან ძალიან მარტივია, თან ამავდროულად ძალიან რთული ხდება თამაში. ჩემთვის გამოკვეთილი ნიღბოსანი არის ორივე არის. არ შემიძლია რომ უკვე არ ვთქვა, იმიტომ რომ ისეთი გამოცდილება მივიღე ამ თამაშში, შემიძლია ორივე დავასახელო, შეიძლება შევცდე, მაგრამ მირჩევნია თავი შევიკავო, თუმცა ზურას დაწყებულ 8 ნომერის დაწყებულ მოსაზრებას ცოტა მთლად ვერ აღვიქავ, უფრო აღვიქავ 2 ნომერის, მაგრამ ერთი და იგივე 3 ნომერზე მიდის. უბრალოდ ამ შემთხვევაში პირადი ჩემი აზრი გამოჩნია და არ მგონია საერთოდ რომ ნიღბოსანია, მაგრამ მე შეიძლება გადავიხარო იმ მხარეს, რომ დაუჭირო მესამე ნომრის გაშვების ფაქტს, ასე ვთქვათ, მხარი. თქვენი კანდიდატურა? ჩემი კანდიდატურა ძალიან არ მინდა რომ ქალბატონი დავასახელო, მაგრამ ვეჭვობ რომ 3 ნომერი არის. 3 ნომრის კანდიდატურა მიღებულია. 6 ნომერს უსმენთ 6 ნომრის 60 წამი. ჩემთვის ძალიან რთულია ეს ამბავი ეხლა ვაკვირდები. ამ შემთხვევაში 2 ნომერმა რაღაცა თითქოს არგუმენტი თქვა ისეთი და მერე 3 ნომერმა 2 ნომერი დაასახელა. ანუ რაღაცა თავდასხმა, თავდაცვა თუ როგორც არის ეგ ამბავი, ესეთი ამბავია. ვერ გავიგე. ჩემზეც თქვა 5 ნომერმა და 4 ნომერმა. რა ბოდიში შეგენასო როგორ გეკადრებათ. მაგრამ არგუმენტი რა არის? ეხლა თუ უბრალოდ განტევების ვაცია საუბარი და რაღაცა, კი ბატონო, მაგრამ არგუმენტი რა გვაქვს? რატო? კი ბატონო, არ ვიცი. მოკლედ, არ ვიცი, ეხლა ეს ხართ არ მაქვს საერთოდ არანაირი თქვენი კანდიდატურა. ეჭვი მქონდა და ვერ დაგასახელეთ. ჩემი კანდიდატურა არ ვიცი, ჩემი ახლა ვერაფერს ვერ ვიტყვი, ეხლა ვინ თქვა. თუ ეჭვის დონეზე ვერ ვიტყვი, კანდიდატი. კი ბატონო. დამანერგა. 7 აღარა ყავს. 8 ნომრის 60 წამი. მეგობრებო, მე მესმის რომ შეიძლება ჩემი არგუმენტი თუნდაც თქვენთვის უსუსური იყოს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ რაღაც ერთი კონკრეტული დეტალი ჩავავლე და ის ვთქვი, მაგრამ სხვა უბრალოდ შესაძლებლობა არ გვაქვს ამ თამაშში, ხო, რაღაცა პატარა დეტალებით, პატარა ნიუანსებით, რაღაცას ნელ-ნელა ავაგებთ, შეიძლება აბსოლუტურად არასწორი ბალავარი ჩავყაროთ და შემდეგ თავზე ჩამოგვენგრას ეს შენობა, რასაც ავაშენებთ, ამ პირიქით სწორ ლოგიკას მივყვეთ. ჩვენ ზუსტად ამას ვაკეთებთ ახლა. ახლა თქვენ სხვებსაც შეიძლება რაღაც მე და გელამ 2 ნომერმა იმდენად რაღაცა ერთნაირი მიმართულება დავიწყეთ, შეიძლება უცებ გაჩნდეს ის მოსაზრებაც, რომ გელა და ზურა ხო არ არიან აქ მაფიოზები და ესენი ხო არ მიყვებიან, ანუ ნებისმიერ მოსაზრებას აქვს აქ რეალურად არსებობის უფლება. მე ისიც ვიფიქრე, რომ იმდენად უკვე ერთად ვლაპარაკობდით, რომ მეთქი ეს არ გაჩნდეს ახლა და პატიოსნებს ეჭვი არ გაუჩინოთ, მაგრამ ჩემი კანდიდატურა მაინც რაღაცნაირად ლალისკენ იხრება. კი ბატონო, მაგიდას ყავს 3 კანდიდატურა, 3-იანი, 2-იანი და 6-იანი, 9 ნომერს უნდა მოусმინოთ, 9 ნომრის 60 წამი. კი ბატონო, მე ამ შემთხვევაში ახლა 2 ნომრის ლოგიკა ნამდვილად არ ვიცი და ვერ დავეთანხმები, რომ იმის მოპირდაპირე თვინის და ის არის, თუმცა ჩემთვის წეგან ახლა 8 ნომერმაც
რო თქვა თავისი არგუმენტი შეიძლება არა ისეთი მყარი, მაგრამ მაინც რაღაც ლოგიკაში ჯდება ჩემთვისაც პირადად. კიდევ მაქვს ერთი კანდიდატურა, მაგრამ ამ შემთხვევაში არ დავასახელებ, ახლა თქო მაქვს ამის უფლება რო არ თქვა. და ნუ რა ვიცი, მოდი მე გაფრთხილებას ავიღებ აქვე და ვიტყვი, აი, როდესაც ვიყავი ხოლმე ეს რა ქვია, ნიღბოსანი, აი ყოველთვის ვცდილობდი რომ ეხლა ნელა ხო არ, ეხლა სწრაფად ხო არ ჩამოვიხსნი რაღაცა, აი აქედან გამომდინარეობდა, ხო ხტები, აი ვიცი აი შეგრძნებები და ამიტომ წამოვიდა. კი ბატონო, 9 ნომერი არ ვამატებთ, ანუ კანდიდატურას რჩება ისევ 3-იანი, 2-იანი, 6-იანი. კი ბატონო, მადლობა. პირველ ნომერს უნდა მოусმინოთ, პირველ ნომერმა მთელ მაგიდას მოусმინა ახლა და ახლა მისი სიტყვის ჯერია პირველი ნომრის 60 წამი. ძალიან ძნელია რა ამის თქმა, პატივცემულო წამყვანო. ისევ დამკვირვებლების ამპლუაში ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში მე სამწუხაროდ არ ვიცნობ 3 ნომერს ახლოს და არ ვიცი მისი გულწრფელობა რამდენად დამაჯერებელი იყო, თუმცა ძალიან კარგად ისაუბრა და ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ბიჭების არგუმენტები იმდენად ესე ვთქვათ, ხელსაჩასაჭიდი იყო რაღაც მომენტებში, გელასი, ზურასი, რომ თამაშია და დავეთანხმები ამ შემთხვევაში 3 ნომერს დავასახელებ მეც. კი ბატონო. კი ბატონო. კი ბატონო. გასაგებია. დასრულდა ასე პირველი წრე, მოდი ასე დავარქვათ და 3 კანდიდატი ყავს მაგიდას. 3 ნომერი, 2 ნომერი და 6 ნომერი. ზუსტად ამ თანმიმდევრობით ამ 3 ადამიანს მიეცემა თავის მართლების საშუალება, თავის მართლების ფაზაზე გადავდივართ. დამატებით 30 წამი გექნებათ იმისათვის, რომ მაგიდას თქვენი სიმართლე დაუმტკიცოთ. 3 ნომრის 30 წამი. აი ახლა ვუსმინე ყველას, არგუმენტები ჩემთვის არ არის ნამდვილად მისაღები, იმიტომ რომ რა ვიცი, ხა არც ნიღბის მოხსნაზე არ არის ეგ და არც კიდე რაღაც იმაზე რომ ვუსურვე ყველას წარმატება. აბსოლუტურად არ შემიძლია მივიღო ჩემზე ეს არგუმენტები. ერთადერთი ახლა რაც მინდა თქვა, კიდევ 2 ნომრის და 8 ნომრის შეიძლება ხა იფიქროთ რომ დამასახელეს, მაგრამ სხვებას დამასახელეს მე მგონი, ხო? კიდე 3 ნომერი თქვენს პირველმა ნომერმა. მაგრამ ბოდიშით 8 ნომერზე და 2 ნომერზე გამიჩნდა ძალიან სერიოზული ეჭვი, რომ არიან და მოქმედებენ შეთანხმებულად და უნდათ რომ გამიშვან მე თამაშიდან. ყველას მოგმართავთ, პატიოსანო მოქალაქეებო, ბოდიშით, რომ ძალიან ყურადღებით უყუროთ თამაშს და სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. აღარ ვიტყვი მეც არაფერს. მადლობა. 5 გაფრთხილება დაუგროვ და 3 ნომერს ახლა უნდა მოусმენთ 2 ნომერს, 2 ნომრის 30 წამი. მოკლედ ძალიან რო არ გავაგრძელო ეს ყველაფერი, თავის მართლებას ნამდვილად არ ვაპირებ, იქიდან გამომდინარე, რომ 3 ნომერი, როდესაც დატოვებს თამაშს, ყველა ნახავთ, რომ ჩვენი გადაწყვეტ ჩვენ ვართ პატიოსანი მოქალაქეები და 3 ნომერი არის ნიღბოსანი. რაც შეეხება 8 ნომერის პოზიციას აბსოლუტურად ვეთანხმები, ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება და ყველას აზრს უნდა ვცეთ პატივი. არ მივიღებ და ჩვენთვის დრო. მადლობა. 6 ნომრის 30 წამი. რა? თქვენ შეგიძლიათ რომ თავი იმართლოთ და მაგიდას დაუკისოთ თქვენი სიმართლე. ნუ 30 წამი გაქვთ. არ არის და რასილა. ზაგითხათ, მართალია ვეთანხმები ყველა. მადლობა. არა, დამთავრდა, ესე კი არ არის კაცო, ისე თქვი ეს. უბრალოდ მე მოიცა მე ვიტყვი აი და დრო მოიწურა ცხრიანს ერთი გაფრთხილება. ამით ამოიწურა დრო. ასე მხიარულად ამოიწურა დრო. მაშასე ახლა გადავდივართ ხმის მიცემის ეტაპზე. რა ვიმართ? მაშასე ყველამ უნდა მოიმარჯოთ ნიღბები, მოიმარჯოთ, უბრალოდ ხელი უნდა მოკიდოთ ნიღაბს და მე დავასახელებ ამ თანმიმდევრობით 3, 2, 6. ვინ ფიქრობს რომ თამაში უნდა დატოვოს ნომერმა 3-მა? პირველი 2, 5, 6, 7, 8, 9 მხოლოდ 4 ნომერმა არაწია 3 ნომერს ვეშტობით 3 ნომრის 30 წამი ბოლო სიტყვა. ძალიან შეცდით ჩემო მეგობრებო, მე ისევ იმაზრზე ვარ, რომ რვიანი და ორიანი არიან მაფიოზე ნიღბიანები და
არ ვიცი, ისევ ყველას გისურვებ წარმატებას. დიდი მადლობა, ვემშვიდობებით გავაცილოთ 3 ნომერი. გთხოვთ, თუ შეიძლება გავაცილოთ 3 ნომერი. ჩვენ კი ვაგრძელებთ თამაშს, სანამ ნიღბების ღამე დადგება, აუცილებელია რომ გითხრათ 3 ნომრის როლი. 3 ნომერი იყო. სამი ნომერი იყო ნიღბოსანი. ნიღბების ღამე იწყება. ნიღბების ღამე იწყება. ყველა ვიფარებთ ნიღაბს, ყველა ვიფარებთ ნიღაბს. ბნელდება ორი ნომრის გაფრთხილება. მიღირდა. მეორე გაფრთხილება. იწყება ნიღბების ღამე და ბნელდება სტუდიაში. სიჩუმე. ძალიან ფრთხილად ახლა ნიღბოსანი გვანიშნებს თუ რომელმა მოთამაშემ უნდა დატოვოს თამაში. გადაწყვეტილება მიღებულია. თენდება სტუდიაში, ნათდება სტუდიაში და ყველა ვიხსნით ნიღაბს. მაყურებელი თუ რამოდენიმე წამში გაიგებს ახლა ვინ დატოვა თამაში. ნომერი 4 ნომრის 30 წამი. მე მგონი ყველაფერი ცხადია, მეგობრებო, პატიოსანო მოქალაქეებო, იმედია რომ კითხვა არ გაგიშტებათ. ეს არის ნომერი 6, აუცილებლად, იმიტომ რომ ეს არის ეს ერთადერთი, რომელიც მე დავასახელე. თუმცა აქ შეიძლება იყოს ირიბად მეორე გზაც, რომ მასზე გადავიდეს ეჭვი, მაგრამ ამან არ დაგაბნიოთ და არ შეგიყვანოთ შეცდომაში. ეს ასე ამ შემთხვევაში არ არის. მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ნომერი 6, იმიტომ რომ აი მისმა ნეიტრალურმა დამოკიდებულებამ და არამკაფიო, ანუ სემანტიკური ბუნდოვანება იყო მის საუბარში, ამიტომ ეს არის ნომერი 6 და მიიღეთ მადლობა. გავაცილოთ 4 ნომერი, დიდი მადლობა. ჩვენ კი უნდა გავაგრძელოთ თამაში. თამაში გრძელდება თავისუფალი 90 წამით, სადაც შეგიძლიათ ყველამ რო ისაუბროთ. დრო ჩაითო. ზური გონი ჯარაზე. ეს ნომერი რო არავის არ ასახელებდა და უცბად ლალიზე რო ამიწია, ეს რა შევა. ბატონო, მაგრამ პირველივე გაწილვაზეც, მაგრამ ლალიზე იმდენად აშკარა იყო. მე ვიყავი მეორე დასახელება. ეს გელა იმდენად აშკარა იყო უკვე ლალიზე შეიძლებოდა რომ პირველივე ჯერზე გაეწირა. კი ბატონო, მაგრამ კიდევ ერთი რაღაც, აი არ ვიცი. მაპატიე. მიდი, ბოლომდე ყველაზე ნაკლებ ამ მაგიდასთან შენ გიცნობ და რაღაცნაირად შენი პათოსი დასაწყისშივე ოდნავ წამკრავდა თითქოს სადღაც თავში რომ არ გიცნობ ალბათ ამიტომ შესაძლოა ყველაზე მშვიდი, ყველაზე გაწონასწორებული თითქოს რაღაცნაირად შენ ხარ ამ მაგიდასთან ესეთია. ერთი ჩართვა ეგეთი არგუმენტია ყველაზე მიღაცა დაუშვა ზურას. ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი ხარ. დიასა მისე დატოვა სიტყვა ზურაზე. არგუმენტი უნდა გავაკეთო. კარგად, ძალიან ხოთ მისმინეთ. ერთადერთი გადაცემა იქნება ეს დამიტოვეთ დრო. მხოლოდ და მხოლოდ ნიღბოსნების გაგდებული ადამიანები დატოვებენ თამაშს, დანარჩენი ძალიან მალე მოიგებს პატიოსნებას. შესაბამისად 1 2 3 4 5 ნივად და ბოდიში მე ესე მგონია ძალიან დიდი ბოდიში. სხვა ლოგიკაც რო არ ყოფილიყო. მისე დატოვა გავითვალისწინოთ მაინც უნდა თქვა რადგან ხელი გამოიშვირა ზურას მიმართულებით ძალიან ბევრჯერ და რაღაც გარკვეული არგუმენტებიც არსებობდა მაპატიე ზურა მართლა არ დაგვირვები ვარ დრო ამოიწურა ეხლა რო არ იყოს მე რატო არ მაცა 5 ნომრის 60 წამი კიდევ ერთი წრე არის სადაც შეგიძლიათ რომ კანდიდატები დაასახელოთ 5 ნომრის 60 წამი ჩაერთო ალბათ არ ვიცი ვერ დავიკვეხნი რომ ძალიან დიდი ინტუიცია მაქვს მაგრამ აშკარად გამოცდილებიდან გამომდინარე ამ თამაში გამოცდილებიდან გამომდინარე ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე ასე ვთქვათ და მე მგონი ძალიან მარტივად არის საქმე და მე მგონი შეიძლება დასამახსოვრებელი გადაცემა, საფინალო გადაცემა გავხადოთ, მხოლოდ ნიღბოსნის დატოვებულ ხალხს დავემშვიდობოთ და ისევ ჩავიკრათ გულში, კეთილმა მოქალაქეებმა, ასე ვთქვათ და შეგვიძლია უბრალოდ ისეთი გამარჯვება დავდოთ პატიოსანმა მოქალაქეებმა, რომელიც აქამდე ალბათ არ ყოფილა და ჩემი სინომრის თქვენი კანდიდატურა დიდი პატივისცემის მიუხედავად მე ერთი რაღაცა მინდა 6 ნომრის 60 წამი. წინაზე არ მომეცა საშუალება რაღაცა და ეხლა ვამბობ რა, ვიტყვი. მოგლეთ, რისგან გამომდინარე ვამბობთ ამას? რაღაცა არგუმენტი ხო უნდა იყოს. ეხლა მასე თუ იყო საუბარი, ხო? ის გავაგდეთ, ის გოგო და გავიმარჯვეთ ამაში, ხო? მე უყურებდი ეხლა რომ მოიხსენი ესა 9 ნომერმა გვიან მოიხსნა ეს ისა. თქვათ, ხო? ამან ამ კაცმა 7 ნომერმა
მე და 9 დაგვასახელა. ორმა ნომერმა თავდასხმა ამბავში არ ვიცი, შეიძლება გაწირეთ, შეიძლება არ ვიცი, ამას ვერ გეტყვით რა. ასე, თქვენი სიდინჯეც მაოცებს. თქვენი არა, რაღაცა არ ვიცი, რატო უნდა დამასახელოთ მაგალითად. თქვენი კანდიდატურა. მაგალითად, რატო უნდა დამასახელოთ. მე მაინც მგონია ეს ამბავი, რომ პირველი კაცი ძალიან წყნარად არის. პირველი ნომრის კანდიდატურა მიღებულია. პირველი ნომერი. თუმცა ვერ ვიტყვი რა, არ ვიცი რა. არა ალბათ პირველზე ავწ. მესამე გაფრთხილება 6 ნომერს, 8 ნომრის 60 წამი. ჩვენმა 6-მა ნომერმა ძვირფასმა ზურამ, რომელიც მე ძალიან მიყვარს და ძალიან დიდ პატივს ვცემ და არაფერ შუაში არ არის აქ, ნუ ვიმართლებთ ერთმანეთს, რომ შენ გასახელებ, მაგრამ ბოდიში არაფერ შუაში არ არის საერთოდ ეს ყველაფერი ამ თამაშთან. ამით დაიწყო რომ წეგას შესაძლებლობა არ მომეცაო, რომ რაღაც მეთქვაო და შესაძლებლობა კი არ მოგეცა, შესაძლებლობა შენ არ მიეცი საკუთარ თავს, რომ რაიმე გეთქვა. ეს სავარაუდო შესაძლოა ეს ყოფილიყო რაღაც შენი სტილი და შენი რაღაც ტაქტიკა იმის რომ შენი ჩვეული იუმორი შემოგეტანა და სრულიად თავის მართლების მაგივრად რაღაცა პირიქით გადაგეტანა ყურადღება და რაღაც შენს ხაზს მიჰყოლოდი. იმაშიც გეთანხმები აბსოლუტურად რომ რატომ მაინც და მაინც ზურასკენ ვიშვერთ ხელს ყველა, ხო? იმიტომ რომ სათვალე უკეთია, ეს არაფერს არ ნიშნავს, მაინც ხედავ მის თვალებს. ანუ რაღაც რეალური არგუმენტი გულწრფელად რო გითხრათ, არ მაქვს მის მიმართ რაღაცები უფრო სხვებისგან ამოვკრიფე. და თქვენი სიმშვიდეს ხელი შავლება მენიშნა რომ ცოტა რაღაცნაირად ჩემი ამბის დაჭერა იყო მისი მხრიდან. დრო ამოიწურა. 5 ნომერს კიდევ ერთი გაფრთხილება და 9 ნომერს უნდა მოусმინოთ 9 ნომრის 60 წამი. მოკლედ, კი ბატონო, ყველაფერს აქვს თავისი ლოგიკა, თუმცა ამ თამაშის პრინციპებიდან გამომდინარე, იმ პატარ-პატარა რაღაც ნიუანსებით ვასახელებთ და დაასახელეს 6 ნომერი და მეც რაღაც იმ ლოგიკაში მივდევ იმას, რომ რაღაცა იქ არც მწვადი დაწვა, არც შამფური შეიძლება იქ რომ შეელობდა 2 ნომერია თუ ვერაფერს ვერ გეტყვით. რაღაც ხო, რა ვიცი, ამ პატარ-პატარა იმითი მყარდება ჩემი ეჭვიც პირადად ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ 6 ნომერი გახლავთ. და მეორე ვარიანტია, რომ გაგდების პირას არ იცის, რომ რამდენიმე ადამიანი ასახელებს და მაინც ვერ დაასახელა გამოკვეთილად ერთი ადამიანი მე-6 ნომერმა. და ისაც არის უბრალოდ ერთი არგუმენტი მქონდა, რომ ცოტა აი ნიღბის მოხსნაზე რო თქვა 8 ნომერმა, ზუსტად დაგვიანებითი რეაქცია ჰქონდა, რომ გაუხარდა, რომ ნიღბოსანი მადატოვა, მაგრამ ესე ერთ-ერთი მაინც უნდა დაესახელებენ ამ კაფიოთ, მაგრამ მე აზრს არ ვიცვლი ბოდიში. და კიდევ ერთ გაფრთხილებას ავიღებთ, ხო? და დამავიწყდა ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომ ერთადერთი ადამიანი, რომელმაც მესამე ნომრის გაგდების დროს ნიღაბი აწია, იყო ნიკოლოზ, იყავი შენ, არ ვიცი, ეს უბრალოდ ჩამრჩა გონებაში. 4 ნომერმა არ აწია მხოლოდ და მხოლოდ, ყველა მაწია დანარჩენა 4 ნომერმა არ აწია მხოლოდ და მხოლოდ 8 ნომერს კიდევ ერთი გაფრთხილება. მაშასე, ახლა თქვენს მოусმინეთ დასახელებულია 6 ნომერი და პირველი ნომრის 60 წამი, კი ბატონო. პირველი ნომრის 60 წამი. ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი რაც არის რა, 6 ნომერთან დაკავშირებით. როდესაც 3 ნომერზე მივიტანეთ ეჭვი განსაკუთრებით 2 ნომერმა და 8 ნომერმა, ჩვენ მხარი დაუჭირეთ და მე პირადად არგუმენტებს ვენდე 6 ნომერმა 6 და მისი გავარდნის შემდეგ ნახე 6 ნომერმა გონება აგვიბნია თითოეულ ჩვენგანს არ გააგდო არც 2 ნომერი და არც 8 ნომერი ის იმდენად ჭკვიანურად და გააგდო 4 რომელიც საერთოდ არაფერს არ ამობდა რეალურად მოთამაშეებს გონება უნდა აგვრეოდა და ეფიქრათ დაუშვათ ჩემზე ან 9 ნომერზე ან 5-ზე ჩემზე რო ფიქრობ ესეც გასაგებია იმიტომ რომ არ ვიცნობთ კარგად მე დინჯი ვარ ისედაც და თუ მე გამაგდებთ ესე ვთქვათ ერთადერთი ყველაზე მარტივი მოსაგები გზა იქნება რომ 6 ნომერი იყოს და მოქალაქეები მაინც მოგებულები დავრჩებით ასე რომ მე ძალიან გახარებული ვიქნები მოქალაქეების მოგებით იმიტომ რომ მოქალაქე ვარ თქვენი კანდიდატურა ჩემი კანდიდატურა 6 ნომერი მადლობა 6 ნომრის კანდიდატურა მიღებულია 2 ნომერს უნდა მოусმინოთ 2 ნომრის 60 წამი მოკლედ დავიწყებ იმით რომ ძალიან მესიამოვნა და ძალიან სწორად და ლოგიკურად იმსჯელა 4 ნომერმა თავიდანვე
იმ თვალსაზრისით რომ მას არ ქონდა რაღაც ხელსაჩასაჭიდი რაღაც არგუმენტები, მაგალითები მოიყვანა რატო მაინც და მაინც ხო 6 ნომერზე რატო დატოვა, როდესაც გავიდა 4 ნომერი და 6 ნომერი რატო დაასახელა. როდესაც ლალის ვასახელებდით, მაშინ სიტყვა ქონდა 6 ნომერს და 6 მანოზური, რომ საერთოდ არაფერი არ თქვა, თავი შეიკავა და მე ხმის მიცემის დროს აწია, რომ მოდი ესე ვიტყვი, რა ცოტა ჟარგო თავი არ დაიწვა. ჩემი პოზიცია არის 6 ნომერი და ეს გამყარდა 4 ნომრის წასვლით და ეს გამყარდა თითოეული ჩვენგანის ესე ვთქვათ, დამოკიდებულებით. მე ასე მგონია და დიასას კიდე ვიტყვი 7 ნომრის წასულით, იმიტომ რომ რაღაცა ენიშნა ალბათ რა, არ ვიცი, რაღაცები არის. თქვენ კანდიდატურას არ ამატებთ. 6 ნომერი. 6 ნომერი არის დასახელებული. მაშასე გადავდივართ თავის მართლების ფაზაზე. 30 წამი ექნება 6 ნომერს და პირველ ნომერს. 6 ნომერს 30 წამი. ეხლა რა თავი უნდა ვიმართლო რა. 6 ნომერია, 6 ნომერია. მორჩა, არ არის ეგ ამბავი რა. რა გითხრათ ახლა? რა უნდა გითხრათ ხა? არა, არგუმენტი თუ რამე გაქვს თქვით და თუ არა და რა ვიცი ახლა რა გითხრათ? რა უნდა გითხრათ? ყველა რაღაცა რა ვიცი, საიდან მოტანილი რაღაცა არ ვიცი. რა გიმარჯვოთ ხერხა? კი ბატონო. არაფერს არ ვამბობ. ყველა თუ დამასახელებ დააგებ პატრიოტული მოქალაქეები და ეგ. პირველი ნომრის 30 წამი. მე თავს არ ვიმართლებ, მეგობრებო. პატიოსანი მოქალაქე ვარ. 6 ნომერი არის ნიღბოსანი. მიხარია რომ ყველა ერთ აზრზე ვართ და თუ იმ შემთხვევაში თუ მე ამირჩევ და მე დავტოვებ თამაშს, შემდეგ იქნება 6 ნომერი და მაინც გავიმარჯვეთ მოქალაქეები. ასე რომ მადლობა. დროა მოიწურა. მაშასე გადავდივართ ხმის მიცემის ეტაპზე. სიცილი აკრძალული არ არის, ამიტომ გაფრთხილებები სიცილზე ვერ დავარიგებ, თუმცა 5 ნომერს ერთი გაფრთხილება უნდა მივიცოთ, რადგან ის კითხვა ტექნიკური არ იყო. მეოთხე გაფრთხილება მიიღო 5 ნომერმა. ვინ ფიქრობს, რომ თამაში უნდა დატოვოს ნომერმა 6-მა? ერთხმად ვემშვიდობებით 6 ნომერს, 6 ნომრის 30 წამი ბოლო სიტყვა. ხო რო პატიოსანი ხარ გითხარი, ხო. და მე და გაიმარჯვა სიკეთერდა მეგობრობამ. გაუმარჯოს რუსთავიორს, გაუმარჯოს. გაგიმარჯვოთ თქვენ. კარგად იყავით. დიდი მადლობა. თქვენ ყოფილხართ მართლაც საოცარი ადამიანები. მადლობა. ვისტოვებ, ირად. დიახ, თქვენი მეორე მადლობა მაგას. ნიღბოსანს, დიახ. გელასტოვებ. მადლობა. მეორე ნომერს. ვემშვიდობებით გავაცილოთ არ გავწანდებოდ. 6 ნომერი თუ შეიძლება. მაშასე მე უნდა გითხრათ 6 ნომრის როლი. 6 ნომერი იყო თამაში მოიგეს პატიოსანმა მოქალაქეებმა. ეს არის პირველი შემთხვევა ყველას ხო სტუდიაში თუ შეიძლება. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა პატიოსანი მოქალაქეებს 5 თვის ჩემპიან მაგიდასთან. ეს იყო სასწაული თამაში. ლოგიკით, არგუმენტებით ყველაფერი იყო გადასარევი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, რომ ასეთ თამაში იყო. კიდევ ერთხელ გემშვიდობებით ულევისგან გადმოგეცემათ საჩუქრები და ზაქარასგანაც გადმოგეცემათ საჩუქრები ქართული ხილისგან დამზადებული ციტრინ ნატურალური ცხრიალა სასმელი. ზაქარას მისვე როგორც ნიღბოსნები, ასევე პატიოსანი მოქალაქეები. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ჩვენ შემდეგ სეზონზე შევხვდებით ერთმანეთს. კარგად გრძელდებოდეთ. პირველი შეცდომა. დიასა არ მე რატო გამაგდე? ელა მინდოდა, უბრალოდ როგორ შეიცვალა, იცი უცბად, უცბად რაღაცა და ეგრევე მივხვდი, ეგრევე. თამუნა უნდა გაგეშვა მერე. უნდა გაეშვა. აი პროფესიონალი პატიოსანი ადამიანები. მე და ზურაბი ზურაბი.